მეგობრებო, წარმოიდგინეთ, 2015 წელს რამდენიმე გენიოსი იკრიბება და ქმნის კომპანიას, რომელიც შეცვლის მსოფლიოს. დღეს 2026 წელს ChatGPT-ს ყოველკვირეულად 190 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მაგრამ როგორ მივიდა აქამდე? დავიწყოთ თავიდან. OpenAI-ს დაფუძნება 2015 წელი. 2015 წლის დეკემბერში სან-ფრანცისკოში OpenAI დაარსდა როგორც არასამეწარმეო ორგანიზაცია. დამფუძნებლები იყვნენ სემ ალტმანი, ელონ მასკი, გრეგ ბროკმანი, ილია სუცკევერი, ვოიცეხ ზარემბა, ჯონ შულმანი და სხვები სულ 11 ადამიანი. მათ შორის იყვნენ პიტერ თილი, რიდ ჰოფმანი და სხვა დიდი ინვესტორები. მათი მისია იყო ძალიან ამბიციური, შექმნან ხელოვნური ზოგადი ინტელექტი, edge, რომელიც კაცობრიობას სარგებელს მოუტანს და არა მხოლოდ მოგებას. თავდაპირველად დაპირებული იყო 1 მილიარდი დოლარი, თუმცა რეალურად 2015-2019 წლამდე მხოლოდ 130 მილიონი დოლარი შევიდა. კომპანია თავიდან გრეგ ბროკმანის სახლიდან მუშაობდა, შემდეგ გადავიდა სან-ფრანცისკოს მისიონ დისტრიქტში. 2018 წელს ელონ მასკი წავიდა საბჭოდან, ოფიციალურად ტესლასთან კონფლიქტის გამო, რეალურად კი შიდა უთანხმოებების გამო. ამ დროისთვის OpenAI უკვე ავითარებდა რევოლუციურ ტექნოლოგიებს. 2016 წელს გამოუშვეს OpenAI Gem რევოლუციური სწავლებისთვის და NVIDIA-სგან პირველი სუპერკომპიუტერი მიიღეს. ადრეული GPT მოდელების საფუძვლის ჩაყრა 2018-2022 წელი. 2018 წლის ივნისში OpenAI-მ გამოუშვა პირველი GPT-1 გენერაციული პრეტრეინირებული ტრანსფორმერი, რომელსაც ჰქონდა 117 მილიონი პარამეტრი. ეს იყო დიდი ნაბიჯი ტექსტის გენერაციაში. 2019 წლის თებერვალში გამოვიდა GPT-2, 1 მილიარდ 500 მილიონი პარამეტრი. მოდელი იმდენად ძლიერი იყო, რომ თავიდან სრულად არ გამოუშვეს, შიშით რომ გამოიყენებდნენ ყალბი ამბებისთვის. სრული ვერსია 2019 წლის ნოემბერში გამოვიდა. 2020 წლის მაისში გამოვიდა GPT-3, 165 მილიარდი პარამეტრი. ეს იყო რევოლუცია, მოდელი წერდა ტექსტს, თარგმნიდა, პასუხობდა კითხვებს და თითქმის ადამიანურად ჟღერდა. ამავე წელს გამოუშვეს EPI, პირველი კომერციული პროდუქტი. 2021 წელს გამოვიდა Codex, კოდის წერისთვის და DALL-ი, ტექსტიდან სურათის გენერაცია. 2022 წლის ბოლოს OpenAI-მ გადაწყვიტა, საკმარისია დემონსტრაცია, დროა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ. ChatGPT-ს გაშვება და ვირუსული წარმატება, 2022 წელი. 2022 წლის ნოემბრის 30-ს OpenAI-მ გამოუშვა ChatGPT, chatbot GPT-3 მაისისზე დაფუძნებული. ეს იყო უფასო კვლევითი პრევიუ. პირველ 5 დღეში 1 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა. 2 თვეში 100 მილიონი აქტიური მომხმარებელი. ეს იყო ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაცია. ადამიანები გაოცებულები იყვნენ, ChatGPT წერდა ესეებს, კოდს, ხუმრობებს, თარგმნიდა და კითხვებს პასუხობდა. მაგრამ იყო პრობლემებიც, ჰალუცინაციების, სიმართლეს მსგავსი, მაგრამ არასწორი პასუხები, ბიასები და უსაფრთხოების საკითხები. განვითარება და დიდი ნახტომები 2023-2024 წელი. 2023 წლის მარტის 14-ს გამოვიდა GPT-4, უფრო ჭკვიანი, მულტიმოდალური ტექსტის სურათები. მარტში დაემატა პლაგინები, ოქტომბერში DALL-3. 2024 წლის მაისში გამოვიდა GPT-4, ამი უფრო სწრაფი, იაფი, მხარს უჭერდა ტექსტს, ხმას, სურათს და ვიდეოს რეალურ დროში. სექტემბერში O1 სერია რეაზონირების მოდელები, რომლებიც ფიქრობენ რთულ ამოცანებზე. დეკემბერში O3. ამ პერიოდში Microsoft-მა ინვესტიცია ჩადოს, საბოლოოდ 10 მილიარდ დოლარზე მეტი და Azure-ზე გადავიდა. დრამები და კრიზისები. 2023 წლის ნოემბრის 17-ს მოხდა დიდი შოკი. OpenAI-ს საბჭომ გაათავისუფლა სემ ალტმანი CEO-ს პოსტიდან დობის დაკარგვის გამო. გრეგ ბროკმანიც წავიდა. თითქმის 750 თანამშრომელი წერილს ხელს აწერდა და ემუქრებოდა წასვლას. 5 დღეში ალტმანი დაბრუნდა, საბჭო რეკონსტრუქცია გაიარა. ელონ მასკმა, რომელიც უკვე CS ქმნიდა, სარჩელი შეიტანა 2024 წელს. კონტროვერსიები, საავტორო უფლებების დარღვევა, New York Times-ი, ავტორები, კონფიდენციალურობა, ყალბი ამბები, სკოლებში აკრძალვები. 2025-2026 წელი, აგენტები, GPT-5 და მასობრივი გავრცელება. 2025 წელს გამოვიდა GPT-4 იანვარი, კოდირებისთვის O3, GPT-5, აგვისტო ქსელური მოდელები როუთერით. დაემატა აგენტები, Codex, Operator,
ChatGPT Agent, Atlas ბრაუზერი, Pulse ანალიზი, App Store. 2026 წლის იანვარში დაიწყეს რეკლამები უფასო ვერსიაში, შემოსავლის გაზრდისთვის. მარტში გამოვიდა GPT 5 აპრილის საწარმოო დონის ავტონომიური კომპიუტერის მართვით. აპრილის 9 სტაბილური გამოშვება 59 ენაზე. დღეს 2026 წლის აპრილი, ChatGPT-ს 90 მილიონი ყოველკვირეული მომხმარებელი ჰყავს, შემოსავალი მილიარდობით დოლარია, პარტნიორობები Apple-თან, Oracle-თან, მთავრობებთან. OpenAI-ს ღირებულება $300 მილიარდ მეტია. მეგობრებო, ChatGPT-ის ისტორია არის ამბავი გენიოსების, რისკის, დრამისა და ტექნოლოგიური რევოლუციის შესახებ. 2015-დან დღემდე 11 წელი და მსოფლიო უკვე სხვანაირია. რას ფიქრობთ თქვენ? გამოიწერეთ არხის შემდეგ ვიდეოში კიდევ უფრო საინტერესო თემებს გავაშუქებთ.